13 წლის ქართველი ლიონელ მესის გუნდში. თბილისში დაბადებული დავით ჩარგაზია ბარსელონაში 2 წლის ასაკში აღმოჩნდა. ფეხბურთის თამაში 5 წლის ასაკიდან დაიწყო და მისი ნიჭი მალევე შესამჩნევი გახდა. ქართველი 10 წლის ასაკიდან უკვე ადგილობრივი კლუბები დაინტერესდნენ. თუმცა განსაკუთრებული ინტერესი მაშინ გაჩნდა, როდესაც პატარა ქართველმა 35 შეხვედრაში 94 გოლი გაიტანა. 10 წლის ასაკში უკვე დაიწყო კლუბებმა დარეკვები შეხვედრები, მაგრამ სამწუხაროდ საში ყველა მუშაობს. და მაგის გამო ვერ ვახერხებდი წაყვანას სხვადასხვა გუნდებში. ეხლა რომ წამოვიზარდა ცოტა შეუძლია მარტო დასვლა. მაგალითად ორნეიაში გადავიდა ეხლა მარტო დასვლა შეძლებს. 11 წლის ასაკში 35 მატჩში 94 გოლი გაიტანა. სანამ პირველი წრე დამთავრდებოდა, მაგ 12-13 თამაშის მერე ყოველ თამაშის მერე მწვრთნელები მოდიოდნენ, მოგეკითხავდნენ ბავშვზე, ჩვენთან გადმოიყვანეთ. ამის შემოთავაზება შეგვიძლია ის, მაგრამ სამწუხაროდ დისტანციის გამო ვერ მიყავდა ვერსად. გუნდები კორნეია მაგალითად ეხა ყველაზე დიდი დონეა, სანამ მესი იყიდა, ისედაც დიდი სახელი ჰქონდა კატალონიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. 2 წელია რაც დაყვება ბავშვს. უნდათ, მაგრამ როგორც გითხარით, დისტანციის გამო ვერ წავიყვანეთ. ოსპიტალები თუ იცით, ეხა ჯორდი ალბამ და ტიაგო ალკანტარა მიყიდა გუნდი დაყვება 3 წელია. ეს წელო ჩაატარა 35 თამაში 94 გოლი გაიტანა. იყო პირდაპირ შემოთავაზება არა, მაგრამ ესპანიოლიდან იყო ხალხი მოსული. უნდათ რომ დაეკრიბა ბავშვი უფრო მაღალ ლიგაში და უკეთეს გუნდში, რა თქმა უნდა. ეხლა დიდი შანსი გვაქვს. ბავშვმა კარგი წელი ჩაატარო და ვერთ მაგნას რომ შემოგთავაზონ რა რომელიმე უფრო დიდი გუნდი. მაგალითად ამ წელს რომელ გუნდში იყო ესპანეთის მაქსიმალურ დივიზიონში ბარსა, ჯირონა, ესპანიოლი, კორნეია, დამი, ანუ ესპანეთის ყველაზე საუკეთესო გუნდები იყო. კატალონიის მადრიდი არ იცვლება. მადრიდი და ისინი აღარ არის. ახლა დავითი უკვე ესპანეთის მეხუთე დივიზიონის გუნდის კორნელიას ფეხბურთელია. აღნიშნული კლუბი ახალგაზრდების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა. თუმცა ლიონელ მესის მოსვლის შემდეგ კლუბს კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს, რაც პატარა ქართველი შემტევისთვის კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობას იძლევა. ყველანაირი ყურადღება, ყველაფერი აქვს. ექიმებიდან დაწყებული, ფორმები, მწვრთნელები, 4 მწვრთნელი ყავთ. ბავშვებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, მით უმეტეს კორნეიაში. სანამ მესი მოვიდოდა, მანამდეც ეგრე იყო და ეხლა უფრო მეტად იქნება. იმიტომ რომ კორნეიდან ბევრი ბავშვი გადავიდა გრან კლუბებში. შემდეგ წლისთვის გააკეთებენ უკეთეს გუნდს, რომ პროფესიონალურად ითამაშო რა. მეორე დივიზიონში ან მესამეში. ეგ უნდა მესის, რაც გუნდები გამოვიდა ეგრე. აღსანიშნავია ისიც, რომ დავითს განვითარებაში მისი ბიძა ჯუკა დანელია ეხმარება, რომელიც ამ ეტაპზე ასევე ესპანეთის მეხუთე დივიზიონში თამაშობს. შეუძლები ჩამოვიდნენ პირველად. რა თქმა უნდა, ფეხბურთის გამო არ იყო. სამსახურის გამო იყო და უკეთესი ცხოვრება რომ მოეცა ჩვენთვის. მერე ჩვენ ჩამოვედით და ასე ავიწყო ჩვენი კარიერა ფეხბურთში. ნენელა მივყევით ამ შექმნას. მე ვთამაშობ ეს უკვე დიდებთან ვარ უკვე 21 წლის. 24-იანი ვარ ესპანეთის მეხუთე დივიზიონში ვთამაშობ. მე ხა პროფესი რო ვარ, მაგიტომ ვცდილობ რომ კარგი მაგალითი მივცე ბავშვს. თქმით ეხა ადვილია რომ ეს გააკეთე, ჯობია რომ თვითონ დაინახოს, მე რასაც ვაკეთებ კარგად და ეგ გადაიტანოს კარგი საქციელება რა თქმა უნდა. ეხლა რომ სამწუხაროდ გადავიდი შორს მე და ისე ამ წელს ახლოს ვერ ვიყავი რომ გამეკონტროლებინა უფრო კარგად, მაგრამ მაინც ჰქონდა კონტაქტი მწვრთნელებთან, მშობლებთან და ყველასთან. რომ ბავშვი როგორა ყოველდღე ლაპარაკობთ რა. თავს როგორ იზრუნდა ახალ გუნდში. თავად პატარა ქართველის ოცნება ტოპ 5 ჩემპიონატში და საქართველოს ნაკრებში თამაშია. დავითი სამშობლოს ხშირად სტუმრობს და მისი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძეა. ქართველს ესპანეთში კვარაცხელიაზე საუბარიც ხშირად უწევს. მე ხა მომწონს სადაც თამაშობ და ვისაც უფრო მომწონს ფეხბურთი და ის ნეიმარი და კრისტიანო მიკაუტაძე. ნეიმარის ვიდეოები როცა უყურებ სახში, ის ფილმები და ის რაღაცები უყურებ და კრისტიანოს როგორ ის რო კარგად არის რაღაც რო ითამაშოს ან პრემიერ-ლიგაში ან ლიგაში. მე ან ლივერპულში. საქართველოს ნაკრებში მინდა რომ ითამაშო. კვარაცხელია რომ ერთი ვარსკვლავია ჩვენი და ქართველები ბევრი ფეხბურთელი ვარ ყავენ. ეხლა კი მოდიან, მაგრამ
ასე კვარაცხილი ასავით არ ყავს ხა ისეთი სოფლიოში ყველამ რო იცოდეს, იმიტომ რომ ხა ყველამ იცის ხუჩა ვისა. ბავშვები ეკითხებიან რა, რომ ეკითხებიან და უფრო ეუბნებიან რომ მაგარი ფეხბურთელია, ზოგის ისეთი კომენტარები აქვს, რომ სამწუხარო არის რომ ქართული არის. არა, ჩვენ ვეუბნებით რომ თვითონ კითხო ნაბა ხუჩას რომ როგორ გზნობს თავს ამაყობს თუ არა ქართული რომ არის. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ყველა ქართული ამაყობს რომ ქართული. წარმატებები ვუსურვოთ პატარა ქართველს ოცნებების ასრულებაში. მე კი გიტოვებთ მის საუკეთესო მომენტებს ესპანეთიდან. აქვე რა თქმა უნდა, თუ დაგავიწყდათ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ.